მშვიდობა ქართველებო, როგორც გითხარით დღეს ჩავერთვებული 12 საათზეან მანამდე, ესე იგი ლაივში და მექნებოდა საინტერესო ინფორმაცია. განხილვა ერთ-ერთ აუცილებელ საკითხზე და ეხლა მოგახსენებთ მე თქვენ 10 მცნებას. საერთოდ მორწმუნეები არსებობენ ორი სახის. ერთნი არიან ჩემო მეგობრებო, რომელიც მასიურად უმრავლესობა გაიძახის, რომ აი მე მორწმუნე ვარ, მე ვმარყულობ, ან თუ ვიღაცა ის ძლიერ მორწმუნეა, პირდაპირ გეტყვით, მოჭრილად. ეს არის ყველა მონახტისა. რა არისო, ცუდი ამაში იტყვით, კაცო, ყველგან ხო ეს უწერია მონახტისა. ღმერთს არ დაუწერია. ღმერთს არასდროს ამდომებია, რომ შენ თავისი გაჩენილი ყოფილიყო მისი მონა. ეს არ არსებობს ასეთი. მონახტისა ჩაწერეს ზურიებმა და დაწერეს მონებისთვის. როგორც გითხარით, არსებობს ორი მორწმუნე. ერთი არის რელიგიურად მორწმუნე ადამიანი, რომელიც არის მონა ღვთისა. რომელი ღვთისა, ესეც გასაგებია ალბათ, ხო? და მეორე არის ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი. ეხლა მე გეტყვით თუ რა განსხვავებაა მათ შორის. პირველი, მონა ღვთისა რო გადის, მოდი ქართულობაზე ვილაპარაკოთ, პიკნიკზე, ჭვადობაზე, ხო? ის ისე დაანაგვიანებს იქავრობას, რომ არც კი მოწმენს და ისე წავა, უსინდისო და უნამოწო. ღვთისშვილი ამას არ გააკეთებს. არ იკადრებს. რატომ? იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა არც ერთი ნორმალური შვილი, ზრდილობიანი შვილი, არ წავა მამისა და დედის საძინებელში და იქ არ მოისვრის. ხო? იმიტომ რომ ეს არ შეიძლება რომ მიგიხვდება იმას, ჩემო მეგობრებო, რომ ყველაფერი მამის შექმნილია. და ამიტომ როგორც ღვთისშვილი არ შევა მამის საძინებელში და დედის საძინებელში და იქ არ მოსვრის, და ისე არ მოსვრის ის. აი ღვთის მონა კი ყველაფერს მოსვრის და უსინდისო და უპრაგონოდ გავა და გააგრძელებს გზას. აი ეს არის ღვთისშვილსა და ღვთის მონა შორის განსხვავება. მონა ღვთისა რო ღალატობს ცოლს, ვის დამიდის, როგორ გონიათ? რა თქმა უნდა, მიდის ღმერთთან, ეგრეთ წოდებულ მღვდელთან და ის ითხოვს პატიებას. მღვდელი კიდე თავზე დაადებს, მიპატიებია შვილო, ვინ მოგცა შენ ამის უფლება? ჯერ ერთი და როდესაც შენ პირი მიეცი სიტყვა დადე ღმერთის წინაშე, რომ სიკვდილის ბოლომდე, სანამ სიკვდილი არ გაკვეთს, მანამდე ერთად ვიქნებითო, ხო? ხო ასეა. არც პირ გასამტეხლოს აზრზე არ ახარ ადამიანი. მერე მიდიხარ კიდე ვითომ იმ ღმერთთან, თავზე ხელს და გადებს და მორჩა, დამთავრებულიაო. მერე შენ გამოდიხარ ეს ღვთის მონა და უკვე მეორე დაქორწინებაზე ფიქრობ, რომ იმასაც უღალატო მერე. იმიტომ ისე ადვილად მიიღე ყველაფერი. პატიება მიიღე ძალიან ადვილად, ისე ალაოდ. ღვთისშვილი კიდე ამას არ გააკეთებს. თუ ღვთისშვილმა ცოლს უღალატა, ის ღმერთთან კი არ მირბის. არა, ის ცოლთან მიდის. თავჩაღუნული და პატიებას თხოვს. თუ ის ადამიანია და იცის, რომ რაღაცა დააშავა. და მერე ამის შემდეგ ის ღვთისშვილი სანამ მეორეჯერ დაქორწინდება, 10,000 ჯერ დაფიქრდება. რატომ? იმიტომ რომ თავისმა ცოლმა ისეთნაირად და ისე ძლიერი მიუტევა, რომ მეორედ არ დააშავოს ასეთი რამე. აი ეს არის განსხვავება. მონა ღვთისა და ღვთისშვილს შორის. მონა ღვთისა, ჩემო კარგებო, ყოველი ცოდვების ჩადენის დროს არ დაყოფს ცოდვების ადამიანი, ხო? არ იქადა მირბის ეკლესიაში. ღმერთთან, ეგრეთ წოდებული. არ იქადა მომიტევი მამაო.
ჯერ ეს ყველამდე ჯერ კი მამა ვარ წერია იქ. მამა ვარ შეიძლება დაუძახო ვიღაცას. შენ გამიგე? კაცმა, ადამიანმა არ შეიძლება ამიწიეს გარდა შენი სისხლით მამისა. და ზემოთ მამა ღმერთისა. მესამე ვინღა არის არ ვიცი. ნაბიჯვარები კარგაცო? ნუ კარგი. მიდის ამ მამაუსთან ეგრეთ წოდებულთან. არიქა მომიტევე ეს დავაშავე ისე თავზე დაადასტო. წავიდა. არიქა გამოსული იქიდან ისე მეორე ცოდვა ჩადის. მესამეს, მეოთხეს, მეათე, მე ისევ მოდის, ისე მოინანიებს, ისე ვიუტევები, ისე მიდის. და ასე გრძელდება სანამ მიწაში არ ჩავა ეს. ცოდვით ახსავსე პიროვნება. კაცია თუ ხალხია. მე კიდევ მოყავთ ეს ღმერთი, ეგრეთ წოდებული მამაო და იქვე აზიარებს. იმ ლეს, რა თუნდა ზიარება, ლეშია. მისი სული უკვე წავიდა წაშია. განსაზღვრა და წასული უკვე. გამიგე, მაგრამ აი მონახთისანებს, ანუ მონებს ხო ჯერათ, რომ ამით ის განიწმინდება. ლეში განიწმინდება როგორ არის, ხო? ეს. და ღვთისშვილი ღმერთთან კი არ გარბის, თუ ცოდვაგან ჩაიდინა რამე. ღვთისშვილი თავის ზურგზე იდებს ინთელ სიმძიმეს. ის წონის თუ რამხელა ცოდვა ჩაიდინა, პატარა, საშუალო თუ დიდი თუ უზარმაზარი. აი მის მიხედვით ის თავის თავზე იღებს ამ ცოდვას და თავისი სხეულის, თავისი სულის თუ ხორცის შესაბამისად იხდის ამ წხვერპს. იქამდე გაიწამებს თავს, სანამ ის არ დააბათილებს ამ ცოდვას. და ის უკვე მეორედ არ ჩაიდენს ამ ცოდვას. თუ იცის ამის სიმძიმილი თუ რამხელა სხერპლის საძიმილი. მონახვის აკირაშვება დაკლავს ფრინველს, ცხოველს, გაწყვეტს, რა ვიცი, ათასობით, ასობით. გამიგე? და თითქოს ამით მიიტევებს ის ღმერთის წინაშე თავის ცოდვებს. ოღონდ საკუთარ მეს არ შეეხოს, ოღონდ საკუთარ სხეულს არ შეეხოს. და ის მეტად დახოცავს ყველა ფრინველსა და ცხოველს. და ამით ის იჯერებს, რომ ცოდვები ანაზღაურა. გამოდის რომ მონახვის არის მავნებელი ბუნებისა. და პლუს საკუთარი თავისა. ღვთისშვილი კიდე არც ბუნებას ამნებს, მაგრამ თელს სიცოდვეზე თავის თავზე და თავი გააქვს სამსხვერპლოზე. და ამით უფრო ის განსაზღვრავს იმხელა ცოდვას, თუ რამხელა მსხვერპლი მოძა, ამიტომ ის მეორედ არ გააკეთებს, არ ჩაიდენს. მონახვისაკი ყოველთვის აშავებს. მიიღო ეკლესიაში დაიფერყავს ასე კალთას თითქოს დაისვერა, გამოვიდა, ისე გამოიგანგლება ამ ტვერში, ამ ჭუჭქში და დაადის აი ეს წრეზე. მაგიურ წრეს. ან მონახვისას რა შეჭირდება კანონები. ეს მონახვისას ჭირდება კანონები და ღვთისშვილს არ ჭირდება კანონები, მაპატიე რაღაც ლაივში ვარ და რაღაცა მგონია, მაგრამ გამიგებ. მონახვისას ჭირდება კანონები. ის 10 მცნება რო დაიწერა ბიბლიად შემოკარგებული. ის მონებისთვის დაიწერა. და ღვთისშვილს რა თუნდა შემოკარგო იმის დაწერა, რომ არა იმრუშო. არა მოიპარო. არ მინდა ხა 10-ვე ჩავთვალო. არა კაცლა კაცობით უმეტეს. ის ხო ღვთისშვილია ხალხო. იმან ხო თავიდანვე იცის ეს ყველაფერი. მაგრამ რო არ იცის ეს არის მონახთისა. რომელი მონახთისა? იმ ღვთისა, რომელსაც ჩვენ უკანახობენ ამ ბიბლიაში, უკუღმართა დაწერეს, რომელსაც დახოცა გაზმიტა დიდი კაცი, პატარა ყველა ერთად. აი იმ ღმერთს ეთაყვანებიან იმ მონახთისანი. და რა თქმა უნდა არ იცის რა გააკეთოს და რა არ გააკეთოს. თუმცა რომ დაუწერეს 10 მცნება 2000 წელია. დამთავრდა 2000 წელი. 2026-ია. და მონახთისამ მაინც ვერ ისწავლა, როგორც წინა გითხარით, დადის გამოდის, დააშავებს, მიუტევებენ, გამოვა ისევ აშავებს. აი ასე 2025 წელია უკვე და კიდე ვერ მიხდა რომ კაცის კვლავ არ შეიძლება.
მე არ ვამბობ ცოტა იქით რბილიმებზე რა ქვია, აკრძალვებზე, ხო? ხაცის არ შეიძლება და მონახვლისა ზის და უყურებ დღეს რა ხდება მსოფლიოში. როგორ ხოცავენ ერთმანეთს, დღისით, მზისით ხალხო. უსამართლობა ხდება, ყველა ვიცით რომ უსამართლობა ხდება, ხო? და უყურებს ამას კინოსავით. აი თუნდაც რა ხდება დღეს პალესტინაში. ხომ ყველა ვიცით რომ ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე, ეს ერთი და ორი ადამიანის პირობა არ არის ხალხო, ხო? ათასობით, თანაც ბავშვებს ლიტავენ სპეციალურად, რომ არ გამრავლდეს ეგენიოთ. და მონახვლისა ზის და ღმერთი მიხედავს ყველაფერს. და ღვთისშვილი ამას ვერ შეეგუება. ღვთისშვილი პირიქით იბრძვის იმ სიმართლისათვის, რომელიც აი უსამართლობა ხდება და რომ აღადგინოს ამენაირად სამართლიანობა. მონახვლისა ყოველთვის რო კითხო რამე, აი როგორც დაუხატავ სურათს, ხო? რეალობას. თუმცა მანამდე შეხედავდა. მათი პასუხი არის სტანდარტული. აი სტანდარტული, აბსოლუტურად 100% მონახვლისა ვინც არის. ხოლო ღმერთი გადაგვარჩენს. ხო, როგორ არა, კაცო? თქვენ წამოწეკით. მუთაკაზე, იგორავეთ, ცოდვები ჩაიდინეთ. 1, 2, 10, 15, 20, 50, 1000 ცოდვები ერთმანეთს უმატეთ. და მე ღმერთი გამოვა და ყველას ერთად გიშველით. აი ამ ცოდვებით აღსავსებს, აღსილებს. და რა რო ჯერავს ეს არის სწორედ ის მონა იმ რელიგიისა, რომელიც დაუწერეს ეშმაკებმა. არ დახვდიშვის კანონების დაწერა არ შეიძლება. რატომ? იმიტომ რომ ღვთისმშობლის თავიდანვეა ეს. ხო გვეუბნებიან ხალხო, ღმერთმა შექმნა ადამიანი თავისა და ხატად და ღმერთი მაშინ თუ შენ ხარ, მე თავის თავს ღმერთი კანონს დაუწერდა. მაგრამ ეს დაიწერა მონებისთვის. და ამ მონებს 2000 წელიწადია უკვე ჯერავთ ეს ყველაფერი. და ზიან კიდე და სულივით ელოდებიან მარჩენას. ესე ცოდვით აფსილები რომ გადაარჩინოს, სიტყვაზე ქრისტე. და როდესაც აი ეს ძალიან მომრავლდება, ასე ვთქვათ, ბალანსი დაიღება, აი ეს მონები, ღვთისანები და ცოტანი არიან ღვთისშვილები, აი მაშინ ჩნდება კრიზისი სარწმუნოებაში. იმიტომ რომ ორივეს წმენა აქვს, ორივეს წამს. გამიგეთ, თავისებურად ოღონდ. აი მაშინ დგება კრიზისის მომენტი. ის კრიზისი, რომელიც ახლა დღეს ჩვენ გვაქვს. თუმცა კარგი ხანია რომ გვაქვს, მაგრამ დღეს ყველაზე მეტად არის სულიერების პრობლემა. და რა უნდა ვქნათ? ჩვენ აქ არჩევნებს წმენის შესახებ არავინ არ ჩაგვიტარებს ჩემო კანზე. გამორიცხული. ამიტომ საბოლოოდ გეუბნებით, მე დავით თორდია ვიღწვი ყოველთვის და აწი კიდე მხოლოდ და მხოლოდ ღვთისშვილებისათვის. არა ცოცხალ მკვდრებისთვის, არა მონებისთვის და მონახვრთისანები და ასე შემდეგ. არა. დავით თორდია იბრძვის და გეძახით ყველა იმას, ვინც გამოგვიძებული ხართ, ვინც თვლით თავს ღვთისშვილებად. დავიწყო კიდე იმისათვის, რომ ჩვენი, ასე ვთქვათ, რაღაც რაოდენობა კიდე უფრო გავაურტკეცოთ. თორა მკვდრებისთვის ეხლა მე რო თავს დავიტანჯავ ეს ტყუილია. ეს იგივე იქნება ლესთან რომ მიყვანო და მე რო ვიყო სიტყვაზე ანაფორიანი და ზიადება რო წავიკითხო. რა აზრია მაგათ? ხო? ცოცხალ მკვდრებისთვის მე არ ვიძახი. ასე რომ გეძახით ყველას, ვინც ხართ ღვთისშვილები, ვინც ხართ გამოგვიძებულები და ვისაც გინდათ კიდე რომ უფრო მეტნი გავხდეთ ამ ქვეყანაზე. რომ გადავრჩეთ. არავინ არ ჩამოვა ღრუბლიდან და არ გადაგაჩენ ამდენი ცოდვით აგვსილებს. გამორიცხულია.
საკუთარი თავი ჩვენ უნდა გვეყუდნოდეს. ჩვენ მე უნდა გადავარჩინოთ ჩვენი თავი. კარგად, გრძანდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე.